დავიწყოთ ორი დღის წინანდელი ამბით. ელენე ხოშტარიამ სამდღიანი შიმშილობა შეწყვიტა მას მიმართა 8 პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომ შეეწყვიტა შიმშილობა და დაუდასტურეს, რომ ისინი არ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ამ პარტიებს შორის არ არის თქვენი პარტია. კიდევ ერთი ამბავი აქ ის არის, რომ ისედაც ცნობილი იყო, რომ ეს პარტიები არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. გადაცემის ანონსიც მქონდა, ვინც აპირებდა რომ მიიღოს მონაწილეობა, ისინი კვლავ აპირებენ. მაშინ რისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული? მე მინდა დავაზუსტო, ჩვენი პარტია არ არის იმ მიმართვაში, რომ შიმშილობა შეწყვიტე. თორემ ჩვენ რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, ისედაც ცნობილი იყო, რომ ეს პარტიებიც გაწყვეტილი მაქვს და აქ არაფერი არ შეიცვლება, მე მომხრე ვარ ბოიკოტის, როცა ხელისუფლებას ეუბნები, რომ შენ ხარ არალეგიტიმური, ესეთი კომისია შენი არ არის, ეს არ არის, არაფერი არ არის, ხომ ამას ვეუბნებით, არა და მაშინ უცებ ვეუბნები, რომ არაფერი არ არის ჩემი, მაგრამ მაინც ვიღებ და მოყვები არჩევნებში, მე ეს არანორმალურად მიმაჩნია და ამიტომ. რაც შეეხება მიმართვას, რომ ელენე შეწყვიტა შიმშილობა. არა, დამინდასტურეს, რომ არ მიიღებენ ესენი მონაწილეობასო და ეს ხო ისედაც ცნობილი იყო. ხო, რა ვიცი, მეც მგონია, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ გახარია და ლელო ისედაც იღებენ მონაწილეობას. არავის შიმშილობა არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ფორმა თვითონ რომ აი უკიდურეს ზომებს მივიღებ და ორი დღის შემდეგ ამ პარტიებმა დამიდასტურეს, რომ მანამდე არ იცოდა, რომ არ იცი რა, ინდივიდუალური არის ეგ შეგრძნებები, პოლიტიკოსია და მე ვერაფრით ვერ მიმართავდი, რომ აი მაგალითად ეს გააკეთე. ხვდებით, რას ვამბობ, მისი საქმეა, მან გადაწყვიტა, რომ უნდა ეშიმშილა და თვითონ იმ პროტესტს ძალიან პატივს ვცემ ამ ადამიანს თავისი პროტესტით. და ეხლა რა უნდა გაეკეთებია ის მიმართვა? მე არ მიმაჩნია, რომ ელენეს ტიპის ზრდასრულ ძალიან გააზრებული ნაბიჯი გააკეთა მან, ძალიან ისეთი თამამი მისასალმებელი და მე ვუთხრა, რომ ეხლა შენ მოდი შეწყვიტე რაღაცა, არ მიმაჩნდა სწორად. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მანვე მიიღო შეწყვეტის გადაწყვეტილება. ამიტომ აი ხელი მომეწერა, რომ მოდი ელენე შეწყვიტე რაღაცა, რა ვიცი, აბა მე ჩავთვალე, რომ საჭირო არ იყო. მე შეიძლება ხელი მოვაწერო იმაზე, რასაც 1000 გზის მოვაწერ. რომ ყველა პოლიტპარტიები გარეთ იყოს, ახალგაზრდები გარეთ იყვნენ, მაგრამ ხა შიმშილობა შეწყვიტოს თუ არა პოლიტიკოსმა, მებრძოლმა. აი აქ ხელის მოწერა პოლიტიკოსისგან რაღაცა არც წაქეზება მგონია სწორი, თუ შენ დაჯდომას არ აპირებ მის გვერდით და არც ის რომ მიმემართა რომ აი ხა მოდი შეწყვიტე. მისი გადაწყვეტილება იყო პატივს ვცემ ძალიან მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან ესეთი გულწრფელი გადაწყვეტილება იყო ელენეს მხრიდან.